იდეალური შეჯამებაა ხოცების მხრიდან იმ ერთი წლის, რაზეც ახლა ჩვენ ვართ და ვსაუბრობთ ერთი წლის შეჯამება და იმ 10 მხრიდან ეს იყო იდეალური შეჯამება. ამ ერთ წელს მოკლედ გავიხსენებ, რეები მოხდა, რაღაცები ალბათ გამომრჩება, ახლა იმდენი საშინელება მოხდა, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მე ვეცდები ახლა გავიხსენო რეები გავიგეთ ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში უშუალოდ ხოცებისგან. მათი ვერსიებით, მათ შორის მათმა მხარდამჭერებმაც ან მათი პროპაგანდის მხრიდან შეცდომაში შეყვანილმა ადამიანებმაც რო არ დამაბრალონ, რომ ეს არის ჩემი შეფასებები. აი მათი შეფასებებით რეები გავიგეთ, მივყვეთ უკნიდან. დღეს გავიგეთ, რომ გენერალურმა პროკურორმა დაუკვეთა მკვლელობა. ანუ ეს ახლა რო ვიხსენები, სადმე რამე თუ მახსენდება რამე მსგავსი, ანუ ფილმებში რაღაც ჰოუმლენდის და რაღაცა მსგავსი ტიპის ფილმებში და სერიალებში რო ხდება ხოლმე, იქაც უყურებ, რომ აუ ახლა რა მოიგონეს ეს სცენარისტებმა და რა რეჟისორებმა, რომ თითქოს რეალურ ცხოვრებაში ახლა თლად ეგეთი რაღაცები არ ხდება. აგერ ბატონო. მარტო ეს ფაქტი იქნებოდა ნორმალურ ქვეყანაში საკმარისი იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე მთელი ის სახელისუფლება ვერტიკალი გადამდგარიყო და წასულიყო, რომელიც ამ დროს იყო ასევე ხელისუფლება. რომ აღარ გავყვეთ ახლა უკან. ბიუჯეტის ქურდებს. ხო, გავყვეთ, რა ვაპირებ რო თქვა. ანუ ახლა გავყვეთ უკან. გავიგეთ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო კორუფციულ გარიგებებში, სახლში ჰქონდა მილიონობით დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები, საათები და ჩეჩქად ფული. ესეც ხოცების ვერსიით ვამბობ, არ დაგვავიწყდეს ახლა თორნიკეს არ უთქვავს ეს. გავიგეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ლუბიმჩიკი, მათივე ლექსიკით და მათივე ენაზე, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო, თურმე ხელს აფარებდა და ინახავდა დანაშაულებრივ კოლ-ცენტრებს ქვეყანაში. ტრანსნაციონალურ დანაშაულში არის ადამიანები და ეჭვიდანილი. ესეც ხოცების ვერსიით გავიგეთ. რამდენი სადამდე წავიდე, არ ვიცი? ხო, ძალიან ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ეს არის წლის მოკლე შეჯამება. მომპარავები, ბიუჯეტის ქურდები, კიდევ ერთხელ ვამბობ, აგენტები, მათი ხელისუფლების წევრები იყვნენ, კაცო, აგენტებად და მოღალატეებად რო ყავთ, ეხა გახარია და ისინი. და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ რა გავიგეთ, რომ თურმე მოგწამლეს ყველა ერთად და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ იქნებ ცოტა ვიც არიან პროპაგანდით მოწამლულებით, რაღაცა შეუტოკდეთ თავში და მიხვდნენ, რომ ქიმიური იარაღითაც მოწამლეს, იმიტომ რომ იქ მარტო აქციის მონაწილეები არ დადიოდნენ იმ რუსთაველზე და ზოგს ბავშვი დაყავდა სკოლაში და ზოგს კიდე კალაძე ეპატიჟებოდა ნაძვხის გახსნაზე მოდითო. აი ეს იყო ჩვენი ერთი წელი და მე რა სამწუხაროდ არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმათგან. პოზიტიური მოლოდინი შეიძლება ჩვენგან გქონდეს, რომ ჩვენ მეტად გავძლიერდებით და მეტად ერთმანეთის გვერდში დავუდგებით და ასე შემდეგ, მაგრამ მე 2026 წელს ველოდები, რომ მაქსიმალურად მოუჭერენ მარყუჟებს პირველ რიგში მედიას და ან რა გვაშორებს დღეს ახლა რუსეთიდან რუსეთისგან გარკვეულწილად თქვით კიდევაც, ხო? ეს არის თავისუფალი მედია. ანუ ეხა ერთ პირობითად TV პირველი და იმიტომ რომ ბრძოლა მაინც არის კი არა ძალიან შეუპოვარია ხალხო ეს ბრძოლა რუსთაველზე ყოველ დღე ადამიანები მიუხედავად ამ რეპრესიული კანონებისა და ამ ხელა რეპრესიებისა მაინც ქუჩაში არის ხალხი და ყოველ შაბათს კიდევ უფრო მეტი. ანუ პროტესტი, რასაც პროტესტს მე ვეძახი ზოგადად საზოგადოების იმუნიტეტს. აი როგორც ორგანიზმში, ცოცხალ ორგანიზმში რაღაცა ვირუსი რო ხდება და იმუნიტეტი რო ეტაკება და ცდილობს ამ ვირუსისგან თავის დაცვას, აი ეს არის საზოგადოებრივ ორგანიზმში პროტესტი. როგორც კი საზოგადოებაში პროტესტი ჩაქრება, ჯერ ეხლარეებს აკეთებენ და მერე წარმოვიდგენიათ რას გააკეთებენ და აი ამ შარმანაშვილს. აი ხა მე რომ მეთქვა ეგეთი რაღაცა, რომ ესენი არიან ცხელიტყუის ღირსებით. ხო ამომკეტავდნენ ციხეში. ანუ ეხლა გადაცემის წინ საუბრობდით, რომ ვისა აქვს ბოლოს ეგეთი რამე ნათქვამი თქვა და ჯაბა იოსელიანი გაგახსენდა და არც მინდა ეხლა არც ცუდი სიტყვების თქმა არ მინდა და არც მით უმეტეს დაწყევლა ადამიანის, მაგრამ იმედია მალე ვიხილავ პანთეონში ალალი იყოს იმ ჯაბას გვერდით ეგეთი ადამიანი რა.